ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეორე, მესამე, მეექვსე, მეცამეტე და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი. ეს დარღვევების ის ნუსხაა, რომლის მიხედვითაც ვერდიქტი ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სახალხო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ და მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ გამოიტანეს. მოსამართლე იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ სახალხო სასამართლოს ვერდიქტი ობიექტური და მიუკერძოებელია. მისი თქმით, საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა სამართლებრივი კუთხით მიეღო განმარტებები იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჰქონდა. დაუდგინდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ჩემი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი იქნა განზრახ-მოკლული ხალხის აზრით და ხალხის სასამართლო, ხო, ეს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სახალხო წარმომადგენლობითი კრებისათვის და რაც უფრო მხარდაჭერა ექნება პოლიტიკური ძალებისაგან, ვთქვათ, აი ამ პროექტს, მით უფრო მნიშვნელოვანი. სახალხო მბრალდებელი სასამართლოზე ეკა ბესელია ამბობს, რომ სახალხო სასამართლოს ჩამოყალიბება საქართველოში მართლმსაჯულების არარსებობამ და სასამართლოს პოლიტიზირებამ გამოიწვია. ბესელია სახალხო სასამართლოს მუშაობას და პირველ ვერდიქტს დადებითად აფასებს. ამ ვერდიქტით დადასტურდა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ როგორც სახალხო ბრალდებლები საქართველოს ხელისუფლებას უყენებდით, ან დადასტურდა, რასაც ვაზაგაშვილის ოჯახი ითხოვდა ამ წლების განმავლობაში, რომ ადგილი ქონდა სიცოცხლის ხელყოფას უკანონოდ. ის მოსამართლეები უნდა დაფიქრდნენ, რომლებიც დღეს მოქმედებენ საქართველოს სახელით და ვინც არ ასრულებს მის ფიცს და არ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი არის ის, როდესაც ჩვენ მოსამართლე არღო კანონს. სახალხო სასამართლოს არსებობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სხვა დაღუპული ახალგაზრდების მშობლებიც. სასამართლო პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, პრეცედენტი, რომელიც სახალხო სასამართლოს შექმნის და მუშაობის სახით შეიქმნა, მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს გაუხსნელ საქმეებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ავტორიტეტის მქონე მოსამართლის მიერ გამოტანილი აი ამ საჯარო შემოწმებში და გაკეთებული დასკვნა სასარგებლო იქნება სხვა მოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებების შეჩერებისათვის, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ საქმის ხელახალი გადასინჯვისათვის. ეს ხალხმა გამოიტანა სამოქალაქო განაჩენი. ხო შეიძლებოდა ამათაც ეს განაჩენი გამოიტანა და ვიღაც ბარდღუნიებისთვის ხელი არ დაეფარა. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ არ არსებობს ხალხი დღესაც ხო გაასამართლე ეს თავრობა, ხვალას რო არ იქნებიან, უფრო მკაცრად გაასამართლებენ. სახალხო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი ვერდიქტი უახლოეს მომავალში ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფს, უცხოეთის საელჩოებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.